ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ამავდროულად სურსათზე ფასების ზრდა შეინიშნება. განსაკუთრებულად ქუთაისის მოსახლეობა შაქრის ფასის მატებაზე საუბრობს. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, ეკონომიური თვალსაზრისით საქართველოში რთული ვითარებაა. როგორ არ მოიმატა გენაცვალა შაქარი 2.5 გახდა და ვეღარც იყიდი ადამიანი ისეთი მდგომარეობაა რა. ყველაფერმა მოიმატა. იმღაირ დღეში ვარ, არც პენსია მაქვს, არც დახმარება მაქვს. არც ხელფასი მაქვს, არაფერი ქსო. ფერუდა ვიცხოვ, ამ ქვეყანას ცხოვრება ღირსაუბრია. ყველაფერი ძალიან ძნელია, ვისაც არ აქვს საშუალება. ძალიან ძვირი გახუტუნებ, ძალიან მომატებულია ყველაფერზე შვილო. შაქარი 2 და 10 კაპიკირის ახლა როცა ლარი და 30 კაპიკი და მოიმატა, არ მოიმატა. ყველა პროდუქცია. შაქარი 2 და 60 თეთრი ღირს. უნდა ღირდეს, არ უნდა ღირდეს. გვიჭირს ძალიან. არ ვიცი როგორ გვიჭირს. სასურსათო მაღაზიის მფლობელები ისევე როგორც მოსახლეობა აცხადებენ, რომ სურსათზე ფასების მატება ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. ასევე აღნიშნავენ, რომ შაქრის დეფიციტით შეინიშნებოდა. შაქარმა განსაკუთრებით. აი დეფიციტი შეინიშნებოდა ბოლომდე. ეხლა გამოსწორდა ისე იყო კი რა თქმა უნდა. ყველაფერი იმატებს ცოტ-ცოტას. ყველაფერმა მოიმატა. ყველაზე მეტად შაქარი ამ წუთში, ზეთები, უმეტესად ყველაფერზე მომატებული ამ წუთში. მე რასაც ვწყი. სურსათის ფასების ზრდასთან ერთად მოსახლეობა საწვავზე ფასის მატებაზეც საუბრობს. ყოველდღე არ იმატა 2-3 თეთრით. კი, ამ ბოლოს მოიმატა. მე დიზელზე ვარ და 5 თეთრით გაძვირდა. არა, არ გაძვირებულა. საწვავი ისევ ისეა, რასაც ვისხავდით ისევ ის. გაძვირდა, არ გაძვირდა. ბენზინი და ყველაფერი გაძვირდა. როგორია 30-33 თეთრით ახლა 45 თეთრი და მეტი რა უნდა იყოს ა? რადიო ძველქალაქთან საუბარში ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ოყრაჩიძე სურსათზე ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზს განმარტავს. Თქვათ, თუ საბიუჯეტო დისციპლინა იქნება დაცული, საუბარი არის იმაზე, რომ თქვათ, დეფიციტური ხარჯი არ იქნება დაშვებული, ისი ეჭვებიც აიყო, თუმცა ეს დადასტურებული ჯერჯერობით არ გვაქვს. ეს რისკები თუ იქნება აღმოფხვრილი, ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯების დეფიციტურ ხარჯზე საუბარი, ამ შემთხვევაში მე არ ველოდები რომ ამ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყოს, თქვათ, ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით და სავალუტო კურსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხელმძღვანელობაში უნდა მიიღოთ ისიც, რომ ზოგადად საერთაშორისო ტენდენციებს, თქვათ, დოლარის გამყარებისას ჩვენ გავლენას ვერ მოახდით ამაზე და თქვათ, თუ დოლარი გამყარდა საერთაშორისო ბაზრზე, ლარი ამ ვალუტასთან მიმართებაში ალბათ გაუფასორდება. ლევან ოყრაჩიძის თქმით, საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით გარკვეული რისკები ისევ რჩება, რომ სურსათზე ფასების ზრდა ისევ დაფიქსირდეს. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია დასტაბილურდეს.